როგორც საზოგადოებას მოიხსენება, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაადასტურა. სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის ეგრეთ წოდებული პივიტის შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8%-იანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ ყველაზე ცუდი ჭალებში არჩევნების შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი 1 წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი NGO-ები 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს. ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექნენ, როდესაც მათ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერ მიღების საბაბით მთავრობის გადადგომა და ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ. მაშინ მდიდარი NGO-ები ვაბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგების მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ, თუმცა საბედნიეროდ საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ. აქვე შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო. ასევე ყველას გვახსოვს მდიდარი NGO-ების ერთ-ერთი ლიდერის შემდეგი განცხადება. რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდების შესაბამისად რომ გვემოქმედა. წლების მანძილზე ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებდნენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით ისინი ახორციელებდნენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებმა დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც მეტნაკლებად სერიოზული არასისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებას და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შეტევას ცდილობენ. გარდა ამისა, მდიდარი NGO-ები რადიკალურ პარტიებთან ერთად თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისათვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო რუსთავიორის, გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგზნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტებას აქტიურად ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა, რამაც NGO-ების მიერ წარმოებულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა. შეგახსენებთ იმასაც, რომ NGO-ებს არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს ბანგალორის პრინციპების წინააღმდეგ ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო სექტორისათვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასის კი არ აქვს. გარდა ამისა, NGO-ები აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ეგრეთ წოდებულ LGBT პროპაგანდაში. კამპანიები, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა, საქართველოში რელიგიური სარჩულის პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მდიდარი NGO-ების ზემოაღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არც ერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა
არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედია საშუალებების მიერ. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტორიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესებს წარმოადგენდა, როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი. NGO-ების დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული 1 წლის განმავლობაში საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია დროას, ფრანკლინის კლუბის, კანოასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმის და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. დროას დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ასევე როგორც ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი. ამ ფონზე დემოკრატიის ევროპული ფონდი სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხდებოდა ეგრეთ წოდებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშში შესაბამისი NGO-ები იგივე წყაროებიდან, რომ არ იღებდნენ დაფინანსებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, რუსულ კანონად მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართულ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება NGO-ების დაფინანსების 90%-ზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის დემოკრატიული ნაციონალური ფონდის NED-ის და დემოკრატიის ევროპული ფონდის EID-ის ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ NGO-ების გამჭვირვალობა საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. რადიკალურმა ოპოზიციამ, NGO-ებმა და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე NGO-ების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შეჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. კანონპროექტის ყველა ჩანაწერი უცვლელია, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
როგორც მოგეხსენებათ, შაშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად ინიციატივამ მნიშვნელოვანად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში არა ქართული ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტა რადიკალიზმისა და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა, თუმცა პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთ გზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა უშედეგოდ პირვანდელი დაპირების მიუხედავად დონორებმა საბოლოოდ უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. ამ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩინა, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არ აქვს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის არ მიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც სამწუხაროდ საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ხედავთ თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური NGO-ებისა და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის ხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საქართველოში რადიკალიზმის ხარდაჭერა წინა 3 წელთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ დონორები კვლავაც უარს ამბობენ, რომ ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში. გასული წლის მანძილზე ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში. რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, NGO-ებმა და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი არგუმენტი სარიელი სისრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სისრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნური გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომელიც გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. მე გაგაცანით საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჩვენ გუშინ ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა და გავაგრძელებთ გუშინ წინდელი საუბარი, სხვა თემებიც თქვენთვის ცნობილია, თუმცა დღეს მე მზად ვარ გიპასუხოთ ამ თემასთან დაკავშირებით. დიახ. დიახ. ამ საკითხზე ვისაუბროთ დღეს მე მგონი ჯობია, იმიტომ რომ არ არის ეს საკითხი სხვა თემებმა რომ გადაფასდეს. რა თქმა უნდა, ოპონენტები ისევ შერაცხავენ რუსულად, იმიტომ რომ მათ დღემდე არ მოუშლიათ ის ტერმინი რუსული კანონი, მათ დღემდე გუშინ წინაც ბევრჯერ ახსენეს. ანუ ის სიყალბე, რაც საუკუნის აფიორის სახით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თავის დროზე მათ შეცდომაში შეიყვანეს, დღემდე რჩება. ამიტომ ახლა მათ მოუწევთ არა ესე უბრალოდ რუსული კანონის ძახება და ეს აღარ გავა. მათ მოუწევთ საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა. რა არის რუსული
ან რა პრობლემაა ის, რომ წელიწადში ერთხელ უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ და არა რომელიმე კერძო პირმა, როგორც ამას საზოგადოებას ატყუებდნენ, შეავსოს დეკლარაცია. როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ავსებს. მთელი არსი. თავარი იცით რა არის? საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ვინც დღემდე კიდევ არ იცის რა ეწერა ამ კანონში და რა წერია ამ კანონში. კანონში წერია. ერთადერთი მოთხოვნაა კანონის, რომ უცხოური დაფინანსება თუ 20%-ზე მეტი აქვს მედია საშუალებას NGO-ს, ამ შემთხვევაში მას მომდევნო წლის იანვარში უწევს დეკლარაციის შევსება და შეტანა საკუთარი ანგარიშების. რა მიიღო და რაში დახარჯა. მეტი ამ კანონში არაფერი წერია და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას არ გააკეთებს, ჯარიმდება გარკვეული თანხით. აქედან გამომდინარე, სხვა დათქმა კანონში აბსოლუტურად არაფერია, საუბარია მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზე. ეს საზოგადოებამ დღემდე არის, ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის, რომ იანვარში უნდა შეავსოს დეკლარაცია თუ იღებს 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას, რა დაფინანსება მიიღო შარშან და რაში დახარჯა. სულ ეს არის კანონის არსი. ერთადერთი რაც შეიცვალა ამ კანონში, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის ის, რომ უცხოური გავლენის აგენტი სიტყვა ჩანაცვლდა და გაკეთდა ჩანაწერი ორგანიზაციების შესახებ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ სხვა არაფერი შეცვლა, იმიტომ რომ შესაძლებელიც არაფერია. ანალოგიური კანონ პროექტები განიხილება უკვე ევროკავშირში. თქვენ იცით რომ ევრორეკომენდაციაა და ევროკავშირმა უკვე ევროპარლამენტს მიაწოდა თავისი დადებითი დასკვნით და განიხილება უკვე ევროპარლამენტში. საფრანგეთმა დაიწყო განხილვა და სხვა ქვეყნებშიც მიდის ამისი განხილვა. ახლა ეს ისტერიული კამპანია აღარავის გამოუვა, მოვიდნენ და თქვან რა არ მოსწონთ იმაში და საგნობრივ დისკუსიაში შემოვიდნენ. რა არის იმაში პრობლემა, რომ ყოველ წელს იანვრის თვეში შეავსონ დეკლარაცია და წარმოადგინონ ხარჯები და შემოსავლები და დაფინანსების წყაროები. მეტი ეს კანონი არაფერს ითვალისწინებს და დღემდე დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი ბევრ ადამიანმა არც იცოდა. ახლა შემოვიდნენ საგნობრივ დისკუსიაში. სხვა თემაზე არა. ამ თემაზე ვლაპარაკობ. დიახ, ძალიან. კი ბატონო. კი. დიახ. რატომ შეიძლება გზა ჩაეკეტოს ევროპისკენ ქვეყანას, თუ ის მიიღებს ანალოგიურ კანონს, რაც არის მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, ავსტრალიაში და რომელსაც განიხილავს ევროკავშირი, ანუ ევროკავშირის თქვენ მიანიშნებთ ევროკავშირის ელჩებს, როგორც ხდება. კი, ერთი წამით. არა, სხვა კითხვაზე არ გადავსულარ. ჯერ პირველ ნაწილს პასუხობ თქვენსაც. იმ ნაწილს, რომელიც კითხეთ, ამაზე შემდეგ გადავა. არა, ერთად ორ თემაზე ვერ ვილაპარაკ. კი, ესეც კი მკითხეთ, მაგრამ ერთი წამით დამაწერეთ. წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს იმისი ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს უთხრათ, რომ თუ ტყუილ სიტყვის ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს მეგობარი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ტყუილს ეთქვის, იმისი ძალა გაგვაჩნია საბედნიეროდ უკვე, რომ უთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიაწოდებს საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას. ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს იმისი ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ არასწორ ინფორმაციას დავარქვათ არასწორი ინფორმაცია. ასე უბრალოდ რუსული კანონია და დამთავრდა, ასე არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას. და ამაში რა არის რუსული არგუმენტი მეორე წინადადების სახით ნებისმიერმა თქვენგანმა უნდა მოაყოლოს ან ნებისმიერმა ადამიანმა დიახ ტყუილია ის რომ
ეს არის რუსული კანონი. ვინ იტყვის ტყუილს არ აქვს მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაბეჭდებით, ხაზგასმით და მკაფიოდ გიმეორებთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეყვება ტყუილ ნარატივს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქართველ ხალხს ჩვენი პასუხისმგებლობიდან და დამოუკიდებლობის ხარისხიდან, სუვერენიტეტის ხარისხიდან, ეროვნული თავმოყრობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ, ვინც არ უნდა, რაც არ უნდა თქვას. წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ. ეს ადამიანი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. თქვენ იტყვით ტყუილს და არასწორ ინფორმაციას ვიტყვით, რომ თქვენ ამბობთ არასწორ ინფორმაციას. აი მას ვამბობთ, წმინდანების დონეზე არავინ აიტანოთ და არავინ აიყვანოთ. თუ შეიძლება, მაგრამ იმაში, რომ დეკლარირების ვალდებულება გააჩნდეს ორგანიზაციას, ხო ატყუებდით ფიზიკურ პირებს, მაგალითად სტუდენტებს, რომ თქვენ გიწოდებენ აგენტს, თქვენ გექნებათ ფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება და ხო იყო ესე. არც ერთი ფიზიკური პირი ამ კანონში არ შეიძლება. არც ერთი ფიზიკური პირი. ეს არის ორგანიზაციების ვალდებულება, რომ დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ამას ვაკეთებთ. მომდევნო წლის იანვარში ეს ეწერია წინა წლის ხარჯების შემოსავლების და ამ შემოსავლის წყაროების შესახებ. მართლებს არასდროს არაფერს არ ეშინია. არა, ნახეთ, ახლა შაშანდეს დიდი მადლობა, ეს რომ მკითხეთ. ჩვენ დღემდე, აი გუშინაც კი, პირადად ჩემი სიტყვები შეგიძლიათ მოისმინოთ. გუშინაც კი გავიმეორე სიტყვები, რაც შაშან თქვი და ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, ვამბობთ, ჩვენ კანონს არ დავაბრუნებთ. მეორე მხრიდან, დონორების მხრიდან, მათ შორის შეხვედრების დროს იყო პირობა, რომ დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე. და ამის ფონზე, ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არ გახდა. კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში. ეხლა რაც მთავარია, მე ამას როგორ ნიშნის მოგებით თქვენი მხრიდან აღნიშნავდნენ სხვა აქტორები. მაგალითად, მე შემთხვევით არ მეთქვა წინა დღეებში, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მიცეს გრანტი, ეს ხო ტყუილია. ესე იგი, რამდენად გააშავა ფული, რომ მიზნობრიობის გარეშე, მან თქვა პირდაპირ, ხო არაფერი მოგვიფიქრებია, მე შეცვალეს ოდნავ გადაატრიალეს ფირფიტა, მაგრამ თქვა, რომ დიახ, გასკდით გულზე მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი. ანუ უკვე აღარც ერიდებოდნენ, ადრე თუ ფორმალურად მაინც ეს ამ მიზნით არის, იმ მიზნით არის, ამბობდნენ და რაღაცა კეთილშობილურ მიზნებს ასახელებდნენ, ამ შემთხვევაში პირდაპირ თავხედურად აცხადებდნენ, რომ დიახ, ჩვენ დაგვიმტკიცდება მილიონები მიზნობრიობის გარეშე. აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე მეორე მხრიდან პირობა არათუ არ შესრულდა, არამედ გაუარესდა გამჭვირვალობის მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ კანონი, დავაინიციიროთ დღესვე და მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. ესე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. კომიტეტები თავის დროზე, სესიები და სხდომები თავის დროზე, ხანგრძლივი პროცედურა, როგორც ჩვეულებრივად მიმდინარე კანონების შემთხვევაშია, მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები. რაც შეეხება შაშანდოს, იქ იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც დაავაზღვით მაქსიმალურად, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც, უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დაავაზღვით მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც. არა, დაავაზღვით რისკებს მაქსიმალურად და მეორე, ერთი რამ უნდა ვაღიაროთ. შაშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით, იმიტომ რომ ერთი წლის განმავლობაში არაერთი ადამიანი მინახავს, რომელსაც პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ იყო უდიდეს შეცდომაში შეყვანილი, რომ მართლაც ეგონა, მართლაც ჩემს ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომ ეგონათ რუსული კანონი, წაუკითხავი კანონი, გააპროტესტებინეთ ადამიანებს და წარმოდგენა არ ქონდათ ადამიანებს, რა კანონზე იყო საუბარი, უბრალოდ აღშფოთდნენ იმის გამო, რომ ეს კანონი თითქოს იყო რუსული. მეტი არავის არაფერი არ მოუკითხავს, არავის არაფერი არ წაუკითხავს და ამ დროს სინამდვილეში საუბარი იყო იანვრის თვეში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაციის შევსებაზე. და ეს წაუკითხავი კანონი მოქალაქეების დეპარტამენტმა წაიკითხა, საელჩოებმა წაიკითხეს
დონორებმაც წაიკითხეს, ყველამ წაიკითხა და მათ შორის, ეს კანონი სხვათა შორის არ არის ეს კანონი არ არის ის, რომელიც იყო ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანი. ეხლა აქ პატარა განმარტება. ორი იმასაც კი რუსული უწოდეს, ამას კი არა, იმას უწოდეს რუსული, წარმოვიდგინეთ. ანუ ორი კანონი იყო დაინიცირებული. ერთი, რომელიც თავდაპირველად დავაინიცირეთ და მეორე კანონი, რომელიც პირდაპირ ითარგმნა, ხალხის ძალამ თარგმნა შარშან და დაინიცირა. იმასაც კი რუსული. ანუ პირდაპირ თარგმას დიახ, ვინც რუსული უწოდა, ყველამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ მეორე კანონი, ეხლა იმ კანონზე არ არის საუბარი. მეორე კანონი იყო პირდაპირ თარგმანი ამერიკული ფარასი. და პირდაპირ თარგმანს ვინც უწოდა რუსული, ყველა ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას სამწუხაროდ ასე მოხდა. აი მოკლედ მაშინ. კი ბატონო, კარგი, ახლა, კარგი. კი ბატონო. წერან ხო გავიცი. აი თქვენ ახლა გვარამიას ერთი ფრაზა მოგაქვთ რატომ გახდა გაუჭირველი? არა, ნახეთ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. გუშინდელი შეხვედრის არც ფოტოები გავრცელებული და არც კადრები. თუ შეიძლება რომ გავრცელოთ. თუ შეიძლება გავრცელოთ ახლავე ფოტოები და კადრები. ახლავე. ახლავე გავრცელოთ თუ შეიძლება ჩვენ პრესამსახურს მიმართავ თქვენი ეჭვების არა ერთი წამით თქვენი დასვა ჩვენ პრესამსახურს თქვენგან არ ჭირდება და ეხლა ირონიულ ღიმილებს მოგამოიწევთ აქ პირდაპირ და მოკიბის გარეშე არა გუშინ არაფერ შუაში არ იყო არანაირი ჩართვა უმრავლესობის ხდომა იყო არა ქონდა კომუნიკაცია ლიდერს კი არა, საერთოდ ჩვენ ინიციატივა იყო. კი, და დაგვეთანხმა, დიახ. და მათ შორის თანაინიციატორები ვართ ყველანი, ლიდერები ამ გადაწყვეტილების. ანუ მე დაურეკე, მე იმან გადმომირეკა, მე ჩავერთე თუ რაღაც ეს თქვენი საქმე არ არის. ახლა ერთი წამით დამშვიდით. პირდაპირ გეუბნებით. გუშინდელს ხდომაზე, უმრავლესობის გუშინდელს ხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა. თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით ჰქონდა და ის არის თანამოაზრე ჩვენი ამ საკითხში. მათ შორის აქ მე ვილაპარაკე ამას დეტყობა არ მომისმინეთ, პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი არის თანამოაზრე ამ საკითხის. შესაბამისად, ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან, ამაზე საუბარი სხვათა შორის აქვე გაგინახავს. დაიწყო გუშინ წინ უმრავლესობის ხდომაზე, რომელიც არის ტრადიციული ხდომა და გაგრძელდა გუშინ, იმიტომ რომ უმრავლესობის ხდომაზე სხვა საკითხები იყო, მათ შორის იყო LGBT პროპაგანდის პრევენციის საკითხები, მათ შორის იყო ვეტინგის სასამართლოს გუშინ გავრცელდა სხვათა შორის ინფორმაცია და ვადასტურებ იმ ინფორმაციასაც, რომ სხვა იმ თემებზეც იყო საუბარი, რაც გავრცელდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო საკითხი ეს იყო და გუშინ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ განცხადებაში აისახა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის საპატიო თავმჯდომარის საქმის კურსია დეტალურად და იზიარებს ამ განცხადების პათოს სიტყვასიტყვით ყველანი ვართ ერთ აზრზე. ახლა რაც შეიძლება პირველ შეკითხვას, რომელზეც უკვე გავეთ პასუხი და კიდე არა მხოლოდ ჩარშან, მე პირადად გუშინაც გავიმეორე ეს სიტყვები, რომ ჩვენ არ ვაბრუნებდით კანონს, თუმცა მეორე მხრიდან დაპირება, მათ შორის თუ ქონდათ კომუნიკაცია, თქვენი კოლეგა მეკითხებდა, დონორებთან კომუნიკაცია ქონდა ინტენსიური, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს ქონდა არაერთი პირადი და წერილობითი კომუნიკაცია. და ამ კომუნიკაციის შედეგად არა თუ გამჭვირვალე გახდა. ჩვენი მხრიდან იყო პირობა, რომ ჩვენ არ ვაბრუნებთ, დავარქვათ, პირობა დავარქვათ. განცხადებები იყო პირობა, ხო? არ ვაბრუნებთ ამ კანონს. არაერთხელ ვთქვით, გუშინ წინაც კი ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ეს ვილაპარაკებთ. ჩვენ თვითონ აღნიშნავთ. მეორე მხრიდან, დონორების მხრიდან იყო პირობა, რომ ისინი კიდევ უფრო გამჭვირვალეს, ისინი ამბობდნენ, რომ გამჭვირვალე იყო თითქოს და კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდნენ. არა თუ გამჭვირვალე გახდა, არამედ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და პასუხებიც არ ჰქონდათ ბოლოს, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მიწერიელზე თუ პირად მიმართვაზე. პასუხებიც არ ჰქონდათ. რატომ არ იყო გამჭვირვალე ის ფინანსები, რომელიც მათი მხრიდან მიდიოდა კონკრეტულ ორგანიზაციებში. და გვარამიას ტერმინი ერთ-ერთია ათასობით იმ ასე ვთქვათ თავხედური დამოკიდებულებიდან, რაც
დაფინანსების მიმღებებს ჰქონდათ, ამ შემთხვევაში მან გამოხატა მაინც გულწრფელად და სხვები უბრალოდ აიგნორებდნენ თემას. პირდაპირ იყო დაფინანსებული NGO-ების მხრიდან და მათი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დონორების მხრიდან გაუმჭვირვალობის უზრუნველყოფა. როცა გამჭვირვალობის დაპირება იყო მეორე მხრიდან, იყო გაუმჭვირვალობის მაქსიმალური უზრუნველყოფა და დღემდე 90%-ზე მეტი და ამ თანხების ადმინისტრაციაში რომ არის. დიახ, ბრძანეთ. არავითარ შემთხვევაში ეს არის ძალიან პრინციპული საკითხია. ჩვენი საზოგადოება არის გონიერი. ჩვენი ბრალი იყო შარშან ერთადერთი რამ იყო ჩვენი ბრალი, ეს ვაღიარე გულწრფელად რომ კომუნიკაციაში იყო პრობლემები, ერთადერთი ხარვეზი შეიძლება ქონდა ჩვენ, აი პირადად ჩემი შეიძლება ხარვეზი იყო ეს, მათ შორის, სხვაზე ნამდვილად სხვისკენ არ შეხვდეს. ხარვეზი იყო ის რომ ბოლომდე ადამიანებმა პასუხისმგებლობას ამაზე ვიღეთ რომ დღემდე შეიძლება ახლა გაიგო ჩემგან ბევრმა ადამიანმა რომ მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებაზეა საუბარი, როგორც მე პირადად ვახსენებ დეკლარაციას ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში წინა წლის ხარჯების და შემოსავლების შესახებ, ასე უნდა შეავსონ უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა. მე დაუსვით კითხვა და პასუხებს გცემენ. კი ბატონო, და იქ კითხვებიც არ უნდა დაუსვათ. აი რას გიშვებიან, შეხედეთ? გასაგები. ძალიან კარგი. ამ კითხვებზე დიდი მადლობა, როცა ეთქვი. ახლა, აი ძალიან კარგი დისკუსიაში შემოვიდა და გასაგებია. კი ბატონო. გასაგებია. ახლა ნახეთ, თქვენ ამბობთ, რომ ღარიბაშვილის თავრობის წევრების დეკლარაციებმა გააჩინა კითხვები. დეკლარაცია რომ არ ყოფილიყო, კითხვა ხო არ გაჩნდებოდა და ამ კითხვის მერე პასუხი გაეცა ოღონდ. პასუხი გაეცა, ის რა პასუხები გაეცა, მაგაზე აღარ შევიდეთ. პასუხი გაეცა დეტალური. ხო, რა ვიცი, არა შევალ თუ გნებავთ, ხან პენსიონერია მარტო მისი მამა და ხან ბიზნესი აქვს და თუ ბიზნესი აქვს შესაძლებლობა რატო არა აქვს. თქვენმა კოლეგამ მითხრა, რომ ორივეაო და თუ ორივეა რატო არა ფინანსური შესაძლებლობა. მაგრამ ახლა ამ დისკუსიაში რო შევედით, ეს არის იმის მამტკიცებელი, რომ დეკლარაცია რო არ შეეძლო ამ ადამიანს, თქვენ კითხვაც ვერ გაგიჩნდებოდათ. გაგიჩნდათ კითხვა, გაკმაყოფილებთ თუ არა პასუხი, ამ კითხვაზე პასუხი მიიღეთ. შესაბამისად ამისა, NGO-ებს სურთ, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაც არავის გქონდეთ. აი ეს არის განსხვავება. დიდი მადლობა, რომ ამ დისკუსიაში შემოხვედით. დიახ, კი ბატონო. პირდაპირ შევართო და მიმოჩხუბებით თუ შეიძლება. რადგან პირდაპირშია, თუ შეიძლება დაუთმო და ახლა. კი ბატონო, ახლა. ვინ? ეხლა მათი მთავარი სლოგანი იქნება არარუსულ კანონს, მაგრამ ისინი საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ. აი ეს არის მთავარი ამბავი. კი, დარწმუნებული ვარ. იმ სიმართლე აქეთ არის და რანაირად უნდა. არა, საშარანიც იყო და მოატყუეს. კი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოატყუეს. დიახ, მათ შორის იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თქვენ თქვით, რაც შეეხება არ არსებობს. გამორიცხულია. ჩვენი ხისტი დამოკიდებულებით, ჩვენი ორ ფეხზე დგომით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ასევე გავაგზავნეთ ურთიერთობას ჩვენ მეგობრებთან. დიახ, ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანასთან დაკავშირებით მოხდება და ცალფეხზე დგომით ვერ მივაღწევთ შედეგებს. თქვენ უნდა იყოთ დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ეროვნული თავმოყრარეობა და აქედან გამომდინარე უფრო სწორად შეგვიფასებენ და დაგვიფასებენ იმ რეფორმებს, რასაც ვატარებთ. და როდესაც თქვენ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ თუ ვიღაცამ თქვა ქვეყნის გარედან ის არის მართალი, რაც არ უნდა შენ მართალი იყო, ეს დამოკიდებულება არის მონური დამოკიდებულება დიდი ბოდიში. ბრძანეთ. დიახ. დიახ. არა, ის კომპრომისი არ იყო. არანაირი კომპრომისი. აქ კომპრომისი არ იყო. გავიგე. ეს არ იყო კომპრომისი, ეს იყო თავიდანვე დათქმა, რომელსაც ისედაც
ისედაც ვამბობდით ყველანი, არა მხოლოდ ხალხის ძალის წარმომადგენლები და შუაში ეხაც. ყველა ჩვენგანი ვამბობდით, რომ ამ კანონში არადემოკრატიული, არალეგიტიმური, უკანონო და ასე შემდეგ და ისეთი, რაც დემოკრატიის ხარჯს დააზიანებს და ქვეყნის იმის არ არის რეალურად. ახლა თუ რომელიმე თქვენგანს, აი ხომ ეკამათებიან ახლა მთავარის და ტელე-პირველის წარმომადგენლები, რომ იმის გარდა არა რუსულ კანონს, ამის გარდა პრობლემა რა არის კანონში? რუსული არ არის კანონი, მე ვეუბნები რა არის რუსული, მიპასუხეთ თუ შეიძლება ახლა. მე გეუბნებით რომ იანვარში უნდა შეავსონ დეკლარაცია და ფინანსები გახადონ საჯარო. რა არის პრობლემა? რატოა რუსული? არა, დეკლარაციის საჯაროა? დეკლარაციის შევსების პრობლემა რა არის? ბოდიში, ერთი წამით. ბოდიში. არა. თუ გრანტ DGG-სგან გათავისუფლება უნდათ გრანტის მიღების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში რეგისტრირება და თეთრ ჩახლართული ის არის. ანუ, ეხლა რა, ბოდიში, თუ შეიძლება მითხარით რომელიმე თქვენგანმა დეკლარაცია რომ არ შეეხება. ფიზიკურს არ შეეხება არავის. კი. აი პირდაპირ გეუბნებით. არანაირი შეხება ფიზიკურ პირთან ამ კანონს არ აქვს. არანაირი შეხება, არც ერთ. მთელი პასუხისმგებლობით. არც ერთ თუ ვინმე წაიკითხავს ამას ნახავს. არც ერთ ფიზიკურ პირს, არც ერთ ფერმერს, არც ერთ სტუდენტს, არც ერთ ფიზიკურ პირს ეს არ ეხება, ეს იყო ტყუილი, მთავარი ტყუილი, რაც ამ ადამიანებმა აკადრეს საზოგადოებას. მთავარი ტყუილი ეს იყო. სტუდენტებს უთხრეს რომ თქვენ გეხებათო. რა შუაში იყო სტუდენტი? ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსების 20% მეტს და მხოლოდ იმ ნაწილში რომ მათ უნდა შეავსონ ყოველ იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაცია. მეტი პასუხისმგებლობა მათ არ აქვს დღეს. და რაც შეეხება ეხლა კითხვას, თუ შეიძლება რომელიმე თქვენგანმა მითხარით რა არის პრობლემა იმაში, რა არის რუსული იმაში, რომ იანვარში წინა წლის ანგარიშგების შესახებ გაავრცელონ ინფორმაცია და გახადონ საჯარო. გისმენთ? ანუ თქვენი აზრი არ გაგარჩინიათ და რადგან თქვენს პარტნიორების წარმომადგენლებმა ამიტომ ანუ თქვენი არგუმენტი რა კარგია რომ ამას მეუბნებით. რა თქმა უნდა, კი არის მნიშვნელოვანი. ერთი წამით ვიღაცაებმა თქვენს ვამბობთ, ჩვენმა მეგობრებმა თქვენსო. ახლა თქვენ გისვათ, კითხვეს იმათმა, მაგრამ თქვენ რა აზრი გაქვთ, რატომ თქვენს გისმენთ? რატომ? სიტყვა რბილი რო ახსენეს, თქვენს გაქვთ სიტყვა რბილი, ნახსენები და იმასაც გავავრცელებ. არა, გავიგე ყველაფერი, არ დაანებეთ მაგას თავი. იქ რა თქვენ რა დაგეგმეთ, დაანებეთ თავი. კანონთან დაკავშირებით მიპასუხეთ. აი ორჯერ შეგიტრიალეთ შეკითხვა, კანონზე ვერ მიპასუხებთ. რა არის პრობლემა იმაში, რომ დეკლარირების ვალდებულება ექნება დენჯერებს? გისმენთ? არა, გისმენთ. ეს არ არის კაცო, იქ არ წერია არც პუტინი და არც სხვა ადამიანი და არც ბაიდენი სხვათა შორის. ამერიკული კანონი იყო. და იმაზე იყო ეს პროპაგანდა თქვენი. გისმენთ? მესამედ გიბრუნებთ შეკითხვას. ბოდიში, იმათმა თქვენს და იმიტომ არა. ვიცი, თუ შეიძლება მიპასუხეთ. რა არის პრობლემა დეკლარირებაში? აი ახლა არა, ის გრანტის მიმღებს თუ DGG-სგან გათავისუფლება უნდა და ამისი უფლება აქვს სადღაც და რა. და პრობლემა რა არის დეკლარირებაში? გისმენთ? მეოთხედ გიმეორებთ. ერთხელ მითხარით პარტნიორები, მეორედ მითხარით რაღაცა, თქვენ მითხარით, თქვენი პრობლემა რაშია? გისმენთ? ერთი წამით, ნუ შემოდიხარ პოლემიკაში. პასუხს გცემთ და ჩემ პასუხში არის კითხვა და არა რიტორიკული. მათქმევით 60%-იან რეიტინგით რანაირ ეხება არჩევნების წაგება? 60%-ამდე რეიტინგით როგორ ხდება არჩევნების წაგება? რეიტინგებით იზომებენ საერთოდ ყველა ქვეყნებში. ყოველ კვირაში. დიახ. 60%-ამდე, დიახ, კი.
ივანიშვილი დაბრუნდა. ყოველკვირა რომ ატარებს კვლევებს, არაფერი მოხდა პარტიას. კი. მაგას გეუბნებით. 60%-ამდე რიგ შემთხვევებში. ეხლა თქვენ რა როგორ დეტალურ და როგორ გაძლიერება, იმიტომ რომ 60%-ამდე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, როცა იყო 56, 57, 58, ეხლა ასე არა 3% და 2% ამაში არ არის. ყოველი შემდეგი სხვათა შორის ბოლო დროს, ეგ უცბად გეუბნებით, ყოველი შემდეგი გაზომვის დროს რეიტინგი უფრო მაღალია. ეს არ არის ოღონდ დრამატული ზრდა, ამასაც დაგიდასტურებთ, მაგრამ ყოველი შემდეგი გაზომვის დროს ჩვენი რეიტინგი იმატებს. აი გულწრფელად გეუბნებით, ეს თქვენ ძალიან გაშინებთ და თან 60%-იანი რეიტინგის პარტიას ეუბნებით, არჩევნებს ხო არ აგებთ და ჩვენ გვინდა მყარი გარანტია, პირდაპირ გეტყვით, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ გვინდა მყარი გარანტია, იცით რატომ? აღმოჩნდა, რომ ბევრი საკითხია ისეთი, რამაც შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებებიც აუცილებელი გახადოს. და მათ შორის ძირითადად არის პროპაგანდის თემებიც. მათ შორის ერთ-ერთი საკითხია, პროპაგანდის ხარდაჭერის ხარისხი თქვენი მხრიდან იმხელა და ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა, რომ ამის წინააღმდეგ წასულიყო. ესე იგი ისინი ხარს არ დაუჭერენ ამ მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქაც მყარად გვჭირდება ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბუნებრივია ჩვენ ამისათვის ვიბრძოლებთ ყველა ლეგიტიმური გზით. და მათ შორის ამასთან დაკავშირებით ჩარჩან ბავშვები რომ უბულინგეს პარლამენტის წევრებს და უკადრებელი რომ იკადრეს. ამას იმ პირობებში, როდესაც კიდევ უფრო მეორე მხრიდან პირობა არათუ შესულ, არამედ უფრო გაუნჭურვალე გახდა, არავინ არ შეიჩენდა ქართველი ხალხის მოტყუებას ჩვენ არ გავუტარებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს უზრუნველყვეს მისი ნაწილის, მაგრამ მაინც სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ნაწილის. ბევრი ახალგაზრდა მოატყუეს, მაგრამ ეხლა მეხუთედ და თქვენთვის სიმბოლურად გიბრუნებთ შეკითხვას. რა არის პრობლემა იმაში? 4-ჯერ ვერ მიპასუხეთ, გადახვედით სხვა თემას. ისინი ამბობენო და იშვიათ სხვა ადამიანებს, რაც უნდა ავტორიტეტი იყოს ვინმე ან რამე, რომელიმე ქვეყანა თუ მისი ორგანიზაცია თუ ოფიციალური წარმომადგენელი თქვენ გეკითხებით, ქართველ ჟურნალისტებს, რა არის პრობლემა იმაში, რომ დაადეკლარიროთ თქვენ ტელევიზიებმა და NGO-ებმა წინა წელს შემოსული ფინანსები და მისი ხარჯები. ყოველ იანვარში მითხარით პრობლემაზე გისმენთ. დიდი მადლობა. დუმილი არის პასუხი. აი ეს არის ყველაფერზე პასუხი. ნახვამდის მადლობა. Simon, power churches band.